თებერვალიც გაილია და გადავხედოთ რა მოხდა გასულ თვეში. თვის ბოლოს ნახეთ Samsung-ის ივენთი, სადაც S26 სერია წარადგინეს Buds 4 სერიასთან ერთად. ნახეთ ხელოვნური ინტელექტით განახლებული სისტემა და ინოვაციაც, Privacy Display, რომლის დახმარებითაც გვერდიდან ვეღარ შეგაწუხებენ უცხო თვალები. ამ Samsung ბოლოებს უკვე შეხვდებით ჩვენს ფილიალებსა და საიტზე და იცოდეთ. თებერვლიდან ჩვენთან ასევე შეხვდებით Xiaomi 17 Ultra-საც და პირადად გირჩევთ, რომ თქვენი თვალით ნახოთ ეს smartphone და მით უმეტეს მისი კამერა. შესანიშნავია უბრალოდ რა. ლაიკა თუ ლეიკ. OnePlus 15-იც დაგვემატა და შეგიძლიათ ვიდეოც ნახოთ, აი აგერ. ჩვენი smartphone აღმოჩნდა ჩემს გამოყენებაში და პატარა რაღაცაც ვაღიარე. Sony-მ გამოუშვა ახალი ბაცები Sony WF-1000XM6. სახელებს მაინც არ ამარტივებენ, როგორც ყოველთვის. 24 საათიანი სამუშაო დრო, 4-4 მიკროფონი თითო ბაცზე, აქედან 2 თქვენი ტუჩებისკენაა მომართული. თქვენივე საუბრის უკეთ გასაგებად, წინა მოდელთან შედარებით 25%-ით გაუმჯობესებული ხმის დახშობა, შეცვლილი кейსის დიზაინი და ასევე შეცვლილი ბაცის დიზაინი, სენსორები, რომლებიც გაარჩევენ თქვენს საუბარს სხვა ხმებისგან. მოკლედ, საუკეთესო ბაცი, როგორც Sony ამბობს და საინტერესოა ძალიან. Nothing-მა თავის YouTube არხზე გვანახა და წარადგინა მათი შემდეგი smartphone Nothing Phone 4A და 4A Pro. უნიკალური დიზაინით გამოირჩევიან ზოგადად და ამ smartphone-შიც უნიკალურ გლიფებს შეხვდებით უკანა პანელზე. ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი იანვარში გავრცელდა, იმდენად დიდი სიახლეა, რომ მაინც უნდა ვთქვა, Apple Google-თან თანამშრომლობით წარმოგვიდგენს ახალ Siri-ს განახლებული ხელოვნური ინტელექტით. ძალიან დიდი ამბავია თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ Apple აშკარად ჩამორჩებოდა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით თავიანთ ტექნიკაში სხვა ბრენდებთან შედარებით. ახლა კი Apple-ის ხელოვნური ინტელექტი და კონკრეტულად Siri იმაზე კარგი გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა და სავარაუდოდ ამ განახლებას WWDC-ზე წარადგენენ ამ წელს. ამ ვიდეოს ვწერთ მარტში, ხო და სანამ ასე დავდგებოდი და ჩაწერას დავიწყებდით, მარტის სიახლეებით ამოგვეწია და გამონაკლისს უნდა დავუშვათ. მარტის დასაწყისის ნიუსებსაც მოგეხსენებთ აგერ. Apple-ის ახალი პროდუქცია დავიწყოთ ახალი smartphone-ით iPhone 17 წარადგინეს თავიანთ YouTube-ზე, ახლა უკვე MagSafe-ით, Qi-2-ის 15 ვატიანი უკაბელო დაამოხტვით, N1 ჩიპით Wi-Fi-ისთვის და Bluetooth-ისთვის, C1X მოდემით და კერამიკული ფარის მეორე თაობით, რომ უფრო იყოს დაცული ეკრანი ნაკაწრებისგან, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ცვლილება არის მეხსიერებაში. წინა მოდელს საწყისი მეხსიერება ჰქონდა 128 GB, ამას 256 GB აქვს და ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო სიახლე აქ. ზოგადად ვერ ხვდებოდი რა დანიშნულება ჰქონდა 16-ის, როდესაც გამოვიდა, ფასიდან გამომდინარე, დიდად არაფრით გამოირჩეოდა და ალბათ მისი არსებობის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ახალ მომხმარებელს წარმოდგენა შექმნოდა iPhone-სა და iOS-ზე. თუმცა თუ ასე იყო, ამ აზრს ცოტათი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი მე პირადად. მაგრამ წლევანდელ მოდელში მეხსიერების გაორმაგება და იმავე ფასის დატოვება არის შესანიშნავი ჩემი აზრით. მომეწონა იმიტომ, რომ ეს smartphone უფროა ის, რითიც უნდა შეგექმნას ადამიანს წარმოდგენა iOS-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ისევ ერთი კამერა აქვს და ისევ ნოჩი აქვს ეკრანზე და ხო, ისევ 60 Hz აქვს ეკრანის განახლება. რას არ გაიგებ 2026-ში. ასევე წარმოგვიდგინეს iPad Air-ის ახალი მოდელი, რომელიც M4 ჩიპზე მუშაობს და მასაც აქვს N1 ჩიპი და C1X მოდემი და გაიზარდა ოპერატიული მეხსიერება 12 GB-მდე. შემდეგი ახალი პროდუქტები არის MacBook-ები, Air-ი M5 ჩიპზე, რომელსაც საწყისი მეხსიერება 512 GB-მდე გაეზარდა, ხოლო MacBook Pro-ს უკვე M5 Pro და M5 Max ექნებათ და კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მოგცემენ. მე პირადად M1 Max-ი მაქვს და ეს არის სწრაფი საკმაოდ, ხო და M5 Max-ი რაღაც იზამს წარმომიდგენია. Apple ამბობს, რომ გრაფიკული წარმოდობა ორჯერ უკეთესი აქვს M5 Max ვიდრე ჩემს M1 Max, რაც სიმართლე გითხრათ სასწაული შედეგია ჩემი აზრით. ჩემი ხო დაფრინავს და აი ის იქნება რაკეტა. სასწაული. ხო, კიდევ MacBook Neo-ც გამოვიდა, რომელიც ყველაზე ბიუჯეტური Mac-ია და მაინტერესებს ძალიან და კიდევ ახალი Studio Display წარადგინეს. მოკლედ, არ დაიშურეს სიახლეები Apple-ში. ამდენი პროდუქტი Apple-ისგან არის სასწაული. თებერვლის და არა მარტო თებერვლის ტექ სიახლეები ასეთი იყო. გამოგვიწერეთ ყველგან, სადაც ამ ვიდეოს ნახავთ. მე დავითი ვარ და შემდეგ შევხვდებით და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.